და დაპირებული რეპორტაჟი რკინიგზის შესახებ კორუფციული სქემა საქართველოს რკინიგზაში არსებობს ეჭვი, რომ 3 წლის წინანდელი ტენდერი კანონდარღვევით არის ჩატარებული. საუბარია სალიანდაგეშვალების შესაძენად გამოცხადებულ კონკურსზე, რა დროსაც უწყებამ 8.300.000 ლარით მეტი გადაიხადა. ერთი დეტალი ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც ტენდერიდან რამდენიმე დღეში ცეზარ ჩოჩელის საკუთრება გახდა. საქმის გამოსაძიებლად რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოდან პროკურატურაში ფინანსური დოკუმენტაცია გადაიგზავნა. საქართველოს რკინიგზის ტენდერების ფინანსური სქემისათვის შესაძლოა ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცენ. საქმე ეხება 2010 წლის 20 ივლის 474.000 ერთეული შპალის შესყიდვის 32.800.000 ლარის ღირებულების კონკურსს, რომელიც სახელმწიფო საწარმომ რკინა-ბეტონის შპალის ქარხანამ მოიგო. ირკვევა, რომ კონკურსის შედეგად კორუფციული გარიგების სქემით შპალის საცალო ფასში რკინიგზამ საბაზრო ღირებულებაზე 18 ლარით მეტი გადაიხადა. ზემოგებამ 8.626.000 ლარი შეადგინა. რკინიგზის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ეს ინფორმაცია მეცხრე არხს ჯერ კიდევ 3 თვის წინ მიაწოდა, დღეს საეჭვო გარიგებების უფრო დიდ მასშტაბებზე საუბრობს. ეს იყო გორგის ტენდერი, ეს იყო რელშემდგებელი ქარხანა, რომლებიც ანალოგიური სისტემით, ანალოგიური გზით ჩამოყალიბდნენ უკონკურენტო კომპანიებად, რომლებიც შემდეგ სახელმწიფო რესურსს, სახელმწიფო კომპანიას, რკინიგზას, ესე რომ ვთქვა, ჯარგონულად თავის ჭკუაზე, თავისი შეთავაზებული ფასებით აიძულებდნენ შეესყიდათ მათი პროდუქცია. არანაირი ვაჭრობა, არანაირი კონკურენცია იქ აღარ არსებობდა. სახელმწიფო ტენდერის მოგებიდან მოკლე დროში შპალების საწარმო ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიას გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმის კომპანიის მიქსორის საკუთრება 11.300.000 ლარად გახდა. ოპერაციას თან დაერთო პრივატიზებული ქარხნისთვის რკინიგზის მიმართ არსებული 6.300.000 ლარიანი დავალიანების ჩამოწერაც. საერთო სქემის განხორციელებას მთავრობაში 20 დღე დასჭირდა. ახეზეა ფინანსური სქემა ეკონომიკის სამინისტროს რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელობის და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით, რომლის შედეგად საქართველოს რკინიგზას მიადგა ზარალი დაახლოებით 15 მილიონი ლარის ოდენობის. რკინიგზის დირექტორთა საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი და საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი დღესაც არ მალავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ყოველი გარიგების უკან გავლენიანი პოლიტიკოსების ინტერესი იდგა. ირაკლი სამხარაძე ადასტურებს, რომ საშენი მასალებით რკინიგზას მხოლოდ ის კომპანიები ამარაგებდნენ, რომლებსაც ყოფილი ჩინოვნიკები მფარველობდნენ. საიდუმლოდ არასოდეს არ რჩებოდა მსგავსი საკითხები რკინიგზაში. რკინიგზაში ყოველთვის ხაზგასმული იყო, როდესაც ლობირება იყო ზემოდან, ესე ვთქვათ, ზემოდან, ყველა მუშიდან დაწყებული სამსახურის უფროსი დამთავრებული რომ აღარაფერი თქვა დირექტორებზე, ყველა მიცოდა თუ ამის უკან ვინ იდგა. შუმად არასოდეს არაფერი არ ხდებოდა ეს. ასე იყო როგორც შპალებთან დაკავშირებით, ასევე რელსების შესყიდვებთან დაკავშირებით, ასევე ღორღის შესყიდვასთან დაკავშირებით. რკინიგზის გენერალური დირექტორობიდან გადადგომის დღეს ირაკლი ეზუკბაიამ სახელმწიფო ტენდერებში ფინანსური მანიპულაციების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა. მეცხრე არხის კითხვაზე, რომელიც მაშინაც შპალებისა და ეგრეთ წოდებული შებენის საბაზროსთან შედარებით მაღალ ფასად შესყიდვას ეხებოდა, მისი პასუხი არაპირდაპირი იყო. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება კომპანიას მიეღწია ასეთ შედეგებისთვის, რომ თქვათ იქ რაღაც პრობლემა ყოფილიყო შესყიდვასთან მიმართულებით. ან შეუძლებელი იქნებოდა 54.6 საოპერაციო მოგებინების მარჟის მიღწევა, ისე რომ ჩვენ მეგვემართა ჩვენი ხარჯები არ აგონებოდით. ირაკლი ეზუკბაიამ საქართველოს უკვე დატოვა. ბრალდებებზე პასუხისგაცემა არც ეკონომიკის ექს-მინისტრს სურს. ეგრეთ წოდებული ფინანსური ატკატის რკინიგზიდან გადაგზავნილ საქმეს კი მთავარი პროკურატურა სწავლობს. გამორიცხული არ არის სამართალდამცავებმა ყოფილი პრემიერი ნიკა გილაურიც დაკითხონ.